მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია 17 საათი და 17 წუთი. მე ნანუკა გულუა ვარ. მომხიბლავი ხუთშაბათი ქვია ჩემს ხუთშაბათს და რა თქმა უნდა ტრადიციას არ უღალატობ. ძალიან წარმატებული, ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი და კარგად მოსაუბრე. საინტერესო და რაც მთავარია საჭირო. ქალბატონი მყავს სტუმრად. გახლავთ მარი სალარიძე, სალონ მარინას დამფუძნებელი, რომელსაც აქვს 1000 ინოვაცია ჩვენთვის მოსაყოლი. თმა ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, როგორც ქალისთვის ისე მამაკაცისთვის, სქესია მას არა, განსაკუთრებით ახლა მოვლილი თმა, ჯანსაღი თმა, ბზინვარე თმა, ადრე ჩვენს ბავშვობაში რო იყო უთოთი და უბედურებით რო ვიუბედურებდით თმას, ახლა ეს ყველაფერი უკვე ითვლება, ასე ვთქვათ, წუნად, ხო? როგორ ბრძანდებით პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ მოხვედით, რომ ბევრი რჩევა მისცეთ ჩვენს რადიო მსმენელს და ჩვენ. მოგესალმებით, მიხარია თქვენთან რო ვარ დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ცოტა ახლოს მოიწიეთ მიკროფონთან, რომ კარგად გავიგოთ ყველა თქვენი ხმა. მნიშვნელოვანია ეს საკითხი. კი. და ყოველთვის უფრო და უფრო ახალი ტრენდებია, ახალი საინტერესო ინფორმაციებია ამასთან დაკავშირებით მოვლა გაჯანსაღების კუთხით, ასევე როგორც კოლორისტიკის კუთხით, ფერები, ტრენდები, ყოველთვე ინფორმაცია ძალიან ბევრია და კითხვებიც ძალიან ბევრია ხოლმე სხვადასხვა თმის ტიპს, რომელი პროდუქტები უხდება, ვის როგორი თმის ფერი უხდება. ხო და ეხა გაგვიზიარეთ ყველაფერი. სულ თავიდან ორი სიტყვით მითხარით, საიდან გაგიჩნდათ? აი ეს იდეა, რატომ მოგინდათ ეს ყველაფერი? თვითონ პირადი გამოცდილებით თუ აი რატომ გინდოდათ რომ გაგიკეთებინეთ ასე ვთქვათ თქვენი სალონი? კი ბატონო, ყოველთვის მქონდა ფიქრი, ყოველთვის მინდოდა თმას რაც ეხება ნებისმიერი კუთხით, ეს იქნებოდა შეჭრა, შეღებვა, პროცედურები, ყოველთვის მქონდა ინტერესი ამ პროცედურების გაკეთების, სწავლის. დავიწყე დაახლოებით 8 წლის წინ. პირველი ჩემი პროცედურები იყო მოვლა გაჯანსაღების კუთხით. შევისწავლე. ვყიდი ასევე მაქვს ჩემი ბრენდის პროდუქტები, სახლის პირობებში იტარებენ მომხმარებლები, თუ მაგალითად ვერ ახერხებენ სალონში მოსვლა, შეუძლიათ უკვე სახლის პირობებში მხოლოდ ნიღაბი და შრატით არ გაიჯანსაღონ, უკვე პროდუქტი შეიძინონ და აგრძელებენ იმ რუტინას, რასაც დაუშვათ იწყებთ სალონში, ხო? ძალიან საინტერესო არცმენია ასეთი რაღაც შესახებ. ამას ვაკეთებ უკვე თითქმის 8 წელი ან მეტი, ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ რეგიონებში, საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მომხმარებელია, ესე ვინც გრამობით ყიდულობს და უკვე მხოლოდ თვითონ ან ვინმე ეხმარება, ან თვითონ იკეთებს. იმიტომ რომ ყველას ინტერესიდან გამომდინარე გავაკეთეთ ესე გადავწყვიტე. კი, ძალიან კომფორტული რამეა მართლა ჩვენი ემიგრანტებისთვისაც, ვინც თმის მოვლას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და იქ ძალიან ძვირია და თან ამბობენ მარი რომ არ არის ისეთი ხარისხით თმის მოვლა და სპეციალისტები როგორც ჩვენთან საქართველოში. არ ვიცი, ასე ამბობენ, გამიგია და ესე ამბობენ და პრინციპში მეც აი გუშინ ჩამოვედი, ჩამოფრინდი, გუშინ დილით ჩამოფრინდი. წავედი დასასვენებლად და ვიმუშავე 3-4 დღე სალონში, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გამოდიოდა, ანუ მელოდებოდნენ ქართველებიც, სხვა უკრაინელები, თურქები, ნებისმიერი მოქალაქეები, ანუ მელოდებოდნენ, იცოდნენ რომ უნდა ჩავსულიყავი. ამას გეგმავს სხვადასხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მინდა ესეთი რამე გავაკეთო ჯერჯერობით. მხოლოდ ანტალიაში მაქვს შესაძლებლობა ის ყველაფერი გავანებივრო ქართველებიც და გავანებივრო ასევე ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება და თან ალბათ არ არიან ბოლომდე ვერ არიან ჯერ ბოლომდე კარგად ჩახედულები მოვლა გაჯანსაღების კუთხით. ჩვენ ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ის რასაც ვეუფლებით ბოლომდე. კი, მარტო 2-3 წელი მუშაობდი ერთი კუთხით, ანუ მხოლოდ გაჯანსაღებებზე, მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელიც აღადგენს თმას, ანუ სხვადასხვა პროცედურები მაქვს, მარტო 2-3 პროცედურით არ შემოვიფარგლები. და მერე დავიწყე უკვე კოლორისტიკის შესწავლა, მერე დავიწყე უკვე შეჭრები, ან თითქოს ისე გავაკეთეთ, რომ ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს, ანუ მაქსიმუმს რო აღწევ, მერე უკვე სხვა უნდა გააგრძელო და ასე შემდეგ. გასაგებია, ეს ისედაც გსმენია თქვენი პროფესიონალიზმის შესახებ, მაგრამ ის რომ აი რამდენიმე წელი უშუალოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით მუშაობთ, ეს ძალიან დიდ სანდოობას იწვევს თავისთავად. გაჯანსაღების კუთხით, მოდით დარწმუნებული ვარ ახლა მსმენელები
მსმენელი ძალიან აინტერესებს და მე პირადად ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი. ანუ თმის ტიპს გააჩნია თუ არა გაჯანსაღების დროს, ურჩევთ თუ არა სპეციალურად ამა თუ იმ დაზიანების და ამა თუ იმ თმის ტიპს, სამკურნალოდ პროცედურებს. თქვენ თქვით რომ სახლში ატანთ, რამდენად ეფექტურია თუ თქვენთან მკურნალობა უფრო ეფექტურია ვიდრე მერე სახლში გაგრძელებული ციკლი. აი ამაზე რო უფრო დეტალურად მოგვიყვეთ. კი ბატონო. ნახეთ როგორ ხდება ნებისმიერი თმის ტიპს ჭირდება თავისი შამპუნი, შესაფერისი შამპუნი, შესაფერისი პროდუქტი. ანუ ესე არ ხდება მხოლოდ ერთი კონკრეტულად, აი მაგალითად ყველა მიცის ბოტოქსი, ბოტოპლექსი, ანუ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურა. არ ხდება ესე, ნებისმიერი მოვიდეს მომხმარებელი და ერთი პროდუქტით ჩაუტარო მე პროცედურა. თქვენი თმის ტიპიზე განსხვავდება ხარისხიც, განსხვავდება სტრუქტურაც, აგებულებაც, ამიტომ უნდა შევარჩიო ზუსტად და ეს მოდის უკვე მე გამოცდილებიდან. უნდა შევარჩიო ის პროდუქტი, რომელიც თქვენ თმაზე მომცემს იდეალურ შედეგს. მარი, როგორი მაღალი ხარისხის პროდუქტსაც არ უნდა ვხმარობ და ეგ გარანტია იმისი, რომ სწორად ვხმარობ პროდუქციას არ არის, ესე იგი, შეიძლება რომ მე მაინც სწორად არ ვიყენებ, ხო, ამას? არა, ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ძვირადღირებული რამე გამოიყენო, თან თუნდაც პროცედურა ჩაიტარო ძალიან ძვირადღირებული და არ იყოს შედეგი. მართლა. იმიტომ რომ არ იყოს თქვენი თმის ტიპისთვის შესაფერისი, ანუ სხვა ნებისმიერ სხვა თმის ტიპს, რომელსაც მოუხდება და ძალიან იდეალურ შედეგს იძლევა, ესე დროს არ ხდება ხოლმე. ამიტომ ყველაზე პირველი რაც ხდება, მე მოსწავლეებიც მყავს და შევასწავლი კონკრეტულად ამ პროცედურებს შევასწავლი, იმიტომ რომ ყველაფერს ერთად ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ. მესმის. შევასწავლი ამ პროცედურებს და პირველი რასაც ვიწყებ ხოლმე, აუცილებლად უნდა ისწავლონ თმის ტიპის გარჩევა. და შემდეგ უკვე შეურჩიო სწორად, რომელი პროცედურა სჭირდება მას, რომელი პროდუქტი გამოადგება მას. არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება ძალიან ძვირადღირებული თუ პირიქით, ანუ იაფასია. მარი, არსებობს ეგეთი რაღაცა თქვენს ხა მრავალწლიან გამოცდილებაში, რომ არა, აი ამ თმას ხელს ვერ მოვკიდები, ისეთი დაზიანება და ისეთი ხარისხი, თუ ეგეთი რამე არ არსებობს. არ არსებობს, ხო, ყველას უშველით და ყველას თმას გამოაჯანსაღებს. არსებობს, უბრალოდ არსებობს, არ შეიძლება ამ მომხმარებლის მოტყუება ცოტა ისეთი ნათქვამია, ნახეთ. სწორია და კეთილსინდისიერია, ეხლა რასაც ამბობთ, არ შეიძლება უნდა მოტყუება. აუხსნა და ინფორმაცია უნდა მიაწოდო, რომ ერთ პროცედურაში თმა ვერ იქნება სასწაული, როცა უკვე წყდება, იწელება, ხდება ესე არის და დამწვარი თმა, კი, გამოგვიცდია ყველას. პროცედურაში არ იქნება ესეთი თმა, ვერ გახდება. უნდა აუხსნა, რამდენი პროცედურა ჭირდება, რა პროცედურა ჭირდება და რამდენ ხანში მიიღებს რა შედეგს. ანუ გამოუსწორებელი არაფერი არ არის. არ არსებობს, ეს მინდოდა რომ მეკითხე, ეს ძალიან დიდი мотиваცია ნებისმიერი ჩვენი მსმენელისთვის. არ არსებობს მსგავსი რამ, ჯერჯერობით არ მქონია, იმიტომ რომ ყოლია მომხმარებლები, რომლებიც სახლში ძალიან დაუწვიათ თმები, პლუს ვიღაცამ რაღაც სხვა პროცედურა ჩაიტარა და არ მოუხდა, ან დაუზიან და მოდიან მერე, აბა თუ მეშველება, აბა რა ხდება, აუცილებლად ნებისმიერ თმას ეშველება სწორი მიდგომით და სწორი პროდუქტებით. მარი, რაღაცა თმის ექიმი ხარ, ახალი რაღაცა შეიძლება სტატუსი გამოვიგონოთ, რომ დაზიანებული თმის მშველელს თმის ექიმი ქვია და ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. მარია, მე მაინტერესებს, ეხლა თქვენ გიყურებთ, გაქვთ ყველაზე ღია კერატონის თმა. აი ასეთი თმის მოვლა და აი ამ სიბზინვარემდე მიყვანა, ეხლა როგორიც თქვენ გაქვთ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვისაც ესეთი ღია ფერის თმა, ყველას მაინც რაღაცნაირად უნდა შელახული აქვს თითქოს წლების განმავლობაში და ძალიან დიდი რუტინა არის თქვენთვის ეს კერატმის მოვლა თუ უკვე ძალიან მარტივ რუტინაში ექცეული. ნახეთ რა ხდება, აი ჩემთვის უნდა მოგატყუოთ, რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს, რომ ვიკეთო რამე პროცედურები, არ მაქვს ამდენი დრო, სამწუხაროდ უნდა ჯერ მე უნდა ვიკეთო და მე სხვას უნდა შევთავაზო ის პროცედურები, თუმცა რასაც ვაკეთებ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ უკვე საკმარისია. მით უმეტეს ძალიან ხშირად ვიღიავებ და გამაღიავებელი, რაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს, რაც არ უნდა სწორად ვიმუშაოთ და კარგად ვიმუშაოთ, მაინც აზიანებს თმას. აზიანებს, ну არ უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე, რომ დაუწვათ თმა, დაიწვას თმა, თუმცა მაინც ცოტას აშრობს. ეს გარდაუვალია, ამიტომ სწორი პროდუქტი
ისევ აქ მივდივართ, გვეხმარება სწორი პროდუქტი, სწორად თმის აღდგენაში. ქალბატონო თმის ექიმო, ეს ყველაფერი გავიგე, შემდეგ რომ ყველანაირი განადგურებული თმის მოვლა შეგიძლიათ და გამოჯანსაღება ამაში დავრწმუნდით, მაგრამ თუ არსებობს რამე რეკომენდაციები, აი თუნდაც თქვენ ახლა გაღიავება ახსენეთ, რასაც ახლა მიმართავს ქალბატონები, ვისაც ღია ფერის თმა აქვს და თვითონ პიგმენტი მუქი აქვს, ხო? აი თუ არსებობს რეკომენდაციები, რომ სანამ გავიღიავებთ დავიცვათ ეს თმა, რომ ესეთი სავალალო შედეგი არ დადგეს და მე არ მოგვიწიოს ამაში ჩარევამ. არსებობს ეგეთი რამე? რა თქმა უნდა, არსებობს ესეთი რამე. მე მაქვს პროცედურები, რომელიც მაგალითად კოლაგენისგან შედგება, პროტეინებისგან შედგება, ანუ არა მხოლოდ ბოტოქსია ეს პროდუქტი და პროცედურა, არის ძალიან მრავალფეროვანი. ნებისმიერი თმის ტიპზე შევურჩევთ ძლიერ გამოჯანსაღებელს. ჩავატარებთ დაახლოებით 2 პროცედურას. წინასწარ ამბობთ, ხო, გაღიავებამდე. და კიდევ უფრო ეფექტურია გაღიავების შემდეგ მალევე ჩავატაროთ მინიმუმ 2 პროცედურა მაინც. ჯერ არ გქონია პრაქტიკაში ისეთი დაზიანებული გაღიავებისგან რომ ვერ გავაჯანსაღოთ, ანუ მესმის. არ ყოფილა ესეთი პრაქტიკაში, თუმცა ჭირდება დრო, ანუ 1 ან 2 პროცედურა. ეს არ არის რაღაც შეუძლებელი ხდება ესე და მესმის. მარი, ამ პროდუქციის შერჩევას რა თქმა უნდა თქვენ ახდენთ როგორი თმის ტიპიც მაქვს იმის მიხედვით. შესაძლოა რომ მე მგონია რომ ძალიან მშრალი თმის ტიპი მაქვს, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაც შერეული მაქვს, არის ესეთი რაღაცაც. 80% ესე ხდება ხოლმე, კი, იმიტომ რომ სწორად ვერ ხვდებით სამწუხაროდ, თუ ძალიან ღრმად არ ვართ ჩახედულები, მით უმეტეს ახლა მომხმარებლის ესე ღრმად ვერ ერკვევიან და ცოტა უჭირთ ვის როგორი თმის სტრუქტურა აქვს, ამის გარკვევა ძალიან ძნელია. მე უბრალოდ ფოტოს საშუალებითაც, როცა გვერდზე გვიგზავნიან ფოტოებს და აუცილებლად ვითხოვ რომ უნდა გამომიგზავნოს ფოტო, რომ დაახლოებით მივხვდე რა პროდუქტი და რა პროცედურა ჭირდება, შემდეგ უკვე უნდა შევურჩიო ყველა სხვა პროდუქტი და ნებისმიერი პროცედურა. დიდი რუტინა არის ეს მარის სახლის რუტინა, თუ ისეთი არის შესაძლებელი? ნახეთ როგორია, მე რასაც სალონში ვიყენებ პროდუქტებს, იგივე პროდუქტის ბრენდებს, იგივე ზუსტად ვყიდი გრამობით. უკვე ძალიან დიდი ხანია ამ ყველაფერს. ისაც რასაც თქვენც აკეთებთ, ამას აგრძელებს მე, ხო? ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი სახლში შეიძენს და თვითონ ეცდება გაიკეთოს, აუცილებლად ინსტრუქციას ვატანთ, ანუ მოყვება ინსტრუქცია, აუცილებლად აქვს კონტაქტი გვერდთან და ტარდება პროცედურა. ანუ რუტინა დიდია. მესმის. ესე უბრალოდ ნიღაბი წავისვათ და всё, მეტი არაფერი ესე არ არის. ყველა სილამაზე და თან თმის სიჯანსაღე და ბძინვარება დაკავშირებულია სირთულეებთან. 2-3 საათი მინიმუმ მაინც ჭირდება ნებისმიერ კერატინს, გვაქვს კიდე ბიქსიპლასტია, ბიქსის პროცედურას ვეძახით, რომელიც შედგება კოლაგენით, ბოტოქსით, კერატინით. ეგ ძალიან საინტერესოა, რაც თქვით, ახლა კოლაგენით რაღაცა არ მსმენი ამის შესახებ. ცალკეც ვაკეთებთ ამ პროცედურას, კოლაგენი და პროტეინებია. გვაქვს ბიქსი შეიცავს თვითონ პროდუქტი კოლაგენს, კერატინს და ბოტოქს. ვამატებთ ხოლმე ასევე პროტეინებს თუ საჭიროა და თმა თუ ძალიან დაზიანებულია. ამას თქვენ თვითონ წყვეთ, ხო? მაგრამ მითი არის, რომ დაზიანებული თმა უნდა შეჭრა, ესე იგი, ხო? შესაძლებელია რომ გავაჯანსაღოთ და წყულა ვიჭრით, ხო, ამ თმებს. აი, ჩემთან ძალიან ბევრმა იცის უკვე ჩემმა მომხმარებლებმა და ალბათ ახლა უკვე როცა ნახავენ ამასაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ ესეა, არ შეიძლება, როცა შეგიძლია რომ გააჯანსაღო, არ შეიძლება რომ შეაჭრა მომხმარებელს თმა. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია ძალიან დაზიანებული ბოლოების მოჭრა 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ ისე რომ შევაჭრათ თმა, რადგან დაზიანებულია და გამოსავალი არ არსებობს, ესე არ არის. ესე არ არის. მითია ესე იგი ეს ყველაფერი. მარიამ, საი საბოლოო ჯამში შედეგი როგორია? აი, თქვენ აფასებთ როგორც მივხვდი ახლა ჯერ თმის სტრუქტურას, მერე მის დაზიანების სტრუქტურას, უკვე თქვენი საექიმო გამოცდილებით, ასე ვთქვათ, მედიკამენტებს, იმიტომ რომ დაზიანებული თმა მართლა უკვე სამკურნალო არის, შეურჩევთ სწორ პროცედურებს და საბოლოო შედეგი როგორია? თმა როგორი ხდება საბოლოოდ? აი, თქვენ რო იტყვით, რომ აი, შენ გჭირდება დაუშვათ 25 პროცედურა. აი, 25 პროცედურის შემდგომ უკვე როგორი ხდება თმა? ნახეთ, თუ მომხმარებელი გამოყვა და მაგალითად მე როცა პროცედურას ჩავუტარებ, მეორე, მესამე დღეს არ გაიღიავებს და არ გაიფუჭებს. ხო, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს მოისმეს თქვენსაც ბოლომდე. უმეტეს შემთხვევაში
ჩემები და ზოგადად ვინც უკვე ერთხელ გაიკეთა ჩვენთან პროცედურა და დარწმუნდა რომ ნამდვილად, იმიტომ რომ ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე, ძალიან დაზიანებულია და ამას არაფერი აღარ ეშველება, მოდი შევიჭრათ. თუმცა ერთი პროცედურის შემდეგ, როცა ხედავ შედეგს, აგრძელებ. რა თქმა და უნდა. მე მეორეს იკეთებ, მესამეს იკეთებ და ასე შემდეგ. ბოლო შედეგი მივდივართ კარგ ბზინვარებამდე, ძალიან კარგ ბზინვარებამდე, ელასტიური ხდება თმა, არის დამყოლი, არის ძალიან რბილი და ჰაეროვანი. თუ გვინდა სისწორეც, გვაქვს ესეთი პროდუქტები, რომელიც კერატინსაც შეიცავს, გამაჯანსაღებლებთან ერთად არ გვჭირდება ცალ-ცალკე გაკეთება, ანუ პროცედურების, ერთ პროცედურაში ტარდება ეს ყველაფერი. თუ გვინდა სისწორეც, ვიღებთ თითქმის 90%-დან 100%-მდე სისწორეს. რა მაგარია. თქვენ ალბათ სოციალური ქსელები ხო ყველას აქვს, რა თქმა უნდა და თქვენ ამდენ სწავლას, ამდენ ჯაფას, რა თქმა უნდა და ამდენ გამოცდილებას ექნება. აი თუ გაქვთ შედეგები, როგორი იყო და როგორი გახდა მერე? აი ამისი ან ვიდეო, ფოტო მასალები თუ გაქვთ ხე, იმიტომ რომ მეც ერთი სული მაქვს, რომ შევიდე და რაღაცა დავათვალიერო. და ჩვენს მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ, რომ გვითხრა, რომელ გვერდზე შესაძლებელია თქვენთან კომუნიკაციის დამყარება, რაღაც შეკითხვების მოცემა, თუნდაც ფოტოების ჩვენება და სად შეგვიძლია რომ თქვენი, ასე ვთქვათ, ნამუშევრები ვნახოთ. თითქმის 90% იდება შედეგები, იდება 1 თვის მერე როგორია თმა, 6 თვის შემდეგ როგორია თმა. თვითონ მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი ფოტოები, ვიდეოები, ანუ რეკომენდაციები თავისი თვითონ, ანუ გულწრფელი ემოციები, ანუ ამ ყველაფრით მივედი ალბათ იქამდე, სადაც ახლა ვარ, ანუ გულწრფელობით და რეკომენდაციებით ალბათ, იმიტომ რომ რეკლამა, ყველაზე კარგი რეკლამა არის სწორი რეკომენდაცია და ამიტომ გვაქვს მარიანას ქალთა სამყარო Facebook გვერდი, ასევე გვაქვს Instagram-ზე შეგვიძლიათ რომ ნებისმიერმა თმის ტიპის სტრუქტურის მქონე მომხმარებელმა მოგწეროს, ჩვენ შევურჩევთ ზუსტად რა პროცედურა სჭირდება, ან შეუძლიათ პირველივე პროცედურაზე რეგიონებიდან ვერ ახერხებენ ხოლმე ხშირად ჩამოსვლას და პირველივე პროცედურაზე შეუძლიათ რომ მე პროდუქტი გავუგზავნოთ, ჩვენ გავუგზავნოთ პროდუქტი და თვითონ ჩაიტარონ. ნუ ეს კონსულტაციას ყველა ვარიანტში ონლაინ ჩაატარებთ და თქვენთვის ხელმისაწვდომია ეს საიტები, რომელიც ახლა თქვენ გვითხარით. მარი, რაღაც ისე მოხდა, რომ თმის მოვლას და გაჯანსაღებას დავუთმეთ მთელი თქვენი ეს რეკომენდაციების პირველი ბლოკი და მე ვიცი, რომ თქვენთვის შეუძლებელი არანაირი თმის ფერის შექმნა არ არის, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი თმის ფერი განსაზღვრავს, რა ვიცი, ყველაფერს, ჩვენს განწყობას, ჩვენს დამოკიდებულებებს და ყველაფერს. აი ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი პროფესიონალია და ძალიან მიხარია ჩვენს გარშემო, მაინც ძალიან რთული არის, აი კონკრეტულად ის სფერი, რომელიც უნდა ადამიანს აი ამ ფერის მიღება. აი ეს როგორი გამოცდილებით მიიღეთ ეს შედეგები? ესე იგი, დავიწყებ იქიდან, რომ მომხმარებელს როგორც პროცედურა უნდა შეურჩიოს სწორად, უნდა შეურჩიო ფერები აუცილებლად სწორად. მის სახეს, რომელი ფერი უფრო მოუხდება, შეიძლება მომხმარებელი ფიქრობს, რომ ძალიან უხდება თბილი ქერა ან ცივი ქერა. ამ დროს სტილისტის, სპეციალისტის თვალით დანახული არ არის საერთოდ ქერა მისი. ანუ თუ თქვენ იმდენს, თუ სტილისტი იმდენს მოახერხებს სპეციალისტი, რომ ამ ყველაფერს რეალურად, გულწრფელად, როგორც მას უხდება, როგორიც მას უფრო ლამაზ გამოაჩენს, უფრო ნაკვთებს გამოუჩენს, ამ ყველაფერს თუ სწორად მივიტანთ მომხმარებლამდე, აუცილებლად საბოლოო შედეგი იქნება კმაყოფილი. მაგრამ არის ხოლმე, როდესაც კონკრეტულად ერთი ფერი უნდათ, მოდიან და всё, სხვა ფერზე იქ აღარ განიხილება. ხო, არის ეგეთი ახირებები, ხა ქალბატონებს გვაქვს, რომ ქერა მინდა და მორჩა მიხდება, არ მიხდება, არ ვიცი. ქერა მინდა, კი. ესეთ შემთხვევებში 80% ვიტყოდი, რომ ესეა, კი. 80% ესეა. ამიტომ აქაც მთავარია გულწრფელად, სწორად, პირდაპირ უთხრა მომხმარებელს, რომ აი ამის მეტი შედეგი არ იქნება. თუ მაგალითად არის შესაძლებელი, არის ხანდახან ისეთი თმის ტიპი გვხვდება, გამორიცხულია ესე, რომ ზუსტად უთხრა, მე გარანტიას გაძლევ, მე 100% გეუბნები, რომ ზუსტად იმ ფერს დაგისვავ, რა ფერიც თქვენ გინდათ, ანუ რა ფერიც გსურს. ამიტომ
როცა უკვე შენ თმის ტიპს იცნობ და პირველად არ არის შენთან მომხმარებელი, ესეთ შემთხვევაში გარანტია აღარც გჭირდება და ზუსტად იცი რომ ის ფერი გამოვა. მაგრამ თუ პირველად მოდის და არ ვიცით როგორ ღიავდება, როგორ იტანს აღებავს, რა ფერები საით მიდის პიგმენტი, ანუ ყველა სხვადასხვა თმის პიგმენტის ფერებისგან გვაქვს, ზოგი მიდის კვერცხის გულის ფერისკენ, ზოგი სიმწვანის აქვს, ზოგს ლურჯი აქვს, ანუ ამის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ფერი გამოვა თუ არა ის რაც მომხმარებელს სურს. ამიტომ რაღაც ინფორმაცია მინიმალური მაინც უნდა მივიტანოთ მომხმარებლამდე, რომ ზუსტად ავუხსნათ, რომ აი აქედან მივიღებთ ამ ფერს. ან ორ პროცედურაში მივიღებთ მაგალითად ამ ფერს, რომ ძალიან არ დავაზიანოთ. არის ხოლმე მოდიან მაგალითად ან მწერენ ძალიან ბევრი შავი თმიდან უნდათ ერთ პროცედურაში ეხლა მე აი ესეთი ქერა, ან ვერცხლისფერი, ანუ ცივი ქერა, ეს არის ანუ გამორიცხული თმა ძალიან დაიწვება, ძალიან დაზიანდება. ერთ პროცედურაში მსგავსი რამ არ ხდება, თუმცა ხდება რამდენიმე პროცედურაში. ანუ ჯერ გადავდივართ უფრო ღია ტონებზე, მაგალითად ღია ყავის ფერზე, ღია შოკოლადის ფერზე, მერე უკვე გადავდივართ თბილ ქერაზე და შემდეგ მესამე მეოთხე პროცედურაზე უკვე ვიღებთ სასურველ ფერს. ანუ ვფიქრობ, რომ სწორია ეს ყველაფერი მომხმარებლამდე მივიტანოთ სწორად. თან ეს საფეხურები რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ალბათ არ აზიანებს თმას. არა, მინიმალურ დონემდე ზიანდება, ანუ ხდება ყველაზე მცირე დაზიანება ესეთ დროს, როცა ეტაპობრივად ღიავდება თმა და არა ერთ დღეში ძალიან ბევრჯერ და პირდაპირ შავი ფერიდან გვინდა ქერა, ანუ ეს ცოტა არა ძალიან აზიანებს თმას. მარი, ჩემთვის როგორც დილეტანტისთვის, აი თმის ღერიდან თმის ძირამდე, როდესაც თმა არის ზუსტად ერთი ტონის და ერთი ფერის, აი ეგ არის კარგი კოლორისტის შეღებილი თუ ვცდები და არ შეიძლება რომ ასე ერთგვაროვანი იყოს. აი ზოგს აქ ნახე, აი ერთი რაღაცა თმა სხვა ფერი, მეორე სხვა ფერი აჭრელებულს რასაც ეძახიან. აი ეს სიჭრელე როცა არ არის და ერთგვაროვანი არის თმა. აი ეს არის რაღაცა სწორი კოლორისტის ხელწერა თუ მე მეშლება. არა, ვერ ვიტყოდი ამას ხო არა, ცოტა ისე ვუყურებთ ალბათ, იმიტომ რომ ეხლა მით უმეტეს ბოლო პერიოდში ძალიან არის ტრენდია და სხვათა შორის ძალიან ბევრს უხდება კიდევაც, ანუ რასაც ვუყურებ და უკვე ვაკვირდებით, ძალიან უხდება ერთი ტონით ღია, ну აჭრელებას არ გულისხმობ, თუმცა ორ ფერში ჰაილაითები მაგალითად ცოტა ღია ტონები, სადაც სიჭრელეა 3-4 ფერი არ უნდა იყოს და ის თუ ორი ფერიც იქნება, უნდა კონდეს მიმართულება. ანუ სწორად უნდა იყოს ის ღია ტონები ჩამჯდარი მუქ ტონებთან. ეს სიჭრელე ეს ხდება უმეტესად ალბათ, როცა სახლში სხვადასხვა საღებავით აკეთებენ, ან მალმალე ცვლიან საღებავებს და სალონში თუნდაც სხვადასხვა სალონში იღებავენ და ზუსტად არ იცის სტილისტმა, შეიძლება ზუსტად იგივე ნომრები, ფერები, კოქტეილი გავაკეთოთ, მაგრამ რადგან უკვე მას სხვა კოქტეილებით აქვს თმა შეღებილი, ზუსტად ერთ ფერში ხანდახან ვერ ჭდება. ამასაც რო ჭირდება და რამდენიმე პროცედურა, ხო? ამასაც ჭირდება სტილისტი ამ დროს არ არის არაფერს დამიშავე არ არის მოკლედ. აი რომელი არის ყველაზე რთულად დასასმელი ფერი? არსებობს ეგეთი რამე სტილისტებში, რომ აი რთული თვის და აი და ქერა, ძალიან ღია ქერა თუ შღალი თუ აი რომელი არის რთულად დასასმელი ფერი? უმეტესად ალბათ ქერა მაინც. ქერა, ხო? თუმცა ბოლო აი 1 წელია თითქმის ქერა მომხმარებლები ვინც გვყავს, გადავდივართ ბუნებრივ ტონებზე. ბუნებრივი ქერა, აი წარბისფერი, ღია წარბისფერი, აი ძალიან ლამაზ ფერებზე, კაკაოს ფერი, შოკოლადის ფერი, ძალიან მოთხოვნადი ფერები გახდა ამ პერიოდში. ეს საუკუნე ძალიან ბუნებრიობას ეთმობა, თვითონ სახის პროცედურებსაც მიახლოებულს ბუნებრივთან იკეთებს უკვე ყველა და ქერადან გადავდივართ უკვე ამ ფერებზე ძალიან ტრენდულია, ძალიან მოთხოვნადია. თუმცა ყველაზე რთულად ალბათ მაინც ცივი ქერა უჭირთ ხოლმე და ცივ ქერას ჭირდება კარგი დამუშავება. თმის ხარისხის მდგომარეობა, ანუ როგორ მოდის ჩვენამდე მომხმარებელი, გვაძლევს თუ არა საშუალებას მივიდეთ ცივ ქერამდე. ანუ არის უკვე თმა იმ დონემდე დაზიანებული, რომ ჩვენ ვეღარ ვაკეთებთ ვერც ჩამორიცხვას, ვერც გაღიავებას,
ვერ ვაკეთებთ ვერცერთ პროცედურას, იმიტომ რომ უკვე ძალიან დაზიანებულია და კიდე მეტად რომ არ დავაზიანოთ, ამ შემთხვევაში ისევ ვაკეთებთ გამაჯანსაღებლებს, ცოტათმა გაჯანსაღდება, გამოიკვებება და მერე უკვე ეტაპობრივად მივდივართ ხოლმე ფერისკენად. მესმის. მარი, გაქვთ თუ არა თქვენი რაღაცა ხრიკები, რაც თქვენი ხელწერა არის და აი თქვენს მიერ შეღებილ თმას და ფერებს ყოველთვის ეტყობა ეს ხელწერა. გაქვთ ესეთი რაღაცა, რასაც მხოლოდ თქვენ იყენებთ და თქვენი არის. რა თქმა უნდა, ხა ამას არ გეკითხებით და როგორ გეკადრებათ, მაგრამ თუ გაქვთ ეგეთი რაღაცა. კი, მაქვს ნამდვილად, ალბათ ყველას აქვს, ყველა სპეციალისტს ამიტომაც და ყველა გკითხეთ, საქმის კი. მცოდნეს აქვს ეს თავისი, ან ტექნიკა აქვს, თავისებური ტექნიკა აქვს, ან თავისი ხრიკები აქვს, ყველას აქვს სავარაუდოდ 99% აქვს. და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად, როცა კარგი სპეციალისტი ხარ, უკვე გამოცდილი ხარ, აუცილებლად ყველას თავისი ხრიკი აქვს. როგორ უნდა მიიღოს ფერი, ან როგორი ტექნიკით უნდა გააკეთოს, ან რის მერე რა გააკეთოს, ანუ ეს ყველას. გიყვართ აი ეს რთული გარდაქმნებში მონაწილეობა, ხო? როგორც მივხვდი, აი რთულ თმასთან მუშაობა, რთული ფერის დასმა, აი ჩემ თმაზე მაინც არ გამოვა რომ გეუბნებათ და ის საბოლოო შედეგამდე რომ მიყავთ, არის ამაში აზარტი, ჩემი აზრით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩემთვის და ჩემი სპეციალისტებისთვისაც, სალონში გოგოებისთვის, რადგან როცა იწყებ რთული გამაჯანსაღებელი პროცედურებით სწავლას და აქედან გადადიხარ მერე კოლორისტიკაზე, ინტერესი იმის, რომ რაც უფრო ცოტა ცუდი ფერი, აი რაღაც ისეთი ფერია, რთული ფერია და გინდა რომ კარგი ლამაზი ფერი გამოგივიდეს, ამის ინტერესი უფრო გაქვს, ვიდრე ჯანსაღი ან ბუნებრივი თმით რომ მოდიან ხოლმე, ბუნებრივ თმაზე ნებისმიერი ფერი ბევრად მარტივად შეგვიძლია მივიღოთ. ან უკვე კარგი ბაზით როცა მოდიან ხოლმე, ეს ძალიან სიმარტივეა და სირთულეები ძალიან მიყვარს. მივხვდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მივხვდი, რომ აი რთულ თმაზე, აი თუ თქვენს გვერდზე, სადაც თქვენი პროცედურების შედეგების ნახვა შეგვიძლია, მე ძალიან მაინტერესებს ხოლმე. აი ესეთი მასტერ-კლასები ან თქვენი რაღაცა შეღებილი შედეგები, რთული თმა გაქვთ ესეთი რაღაცების ნახვა შესაძლებელია, შეგვიძლია. შავი ფერიდან გადასვლის ეტაპობრივად რა ფერებზე გადავდივართ, ესენიც დევს ასევე ბიოდახვევა, ეგრეთ წოდებული ბიოდახვევის შემდეგ უმეტესობა ფიქრობს ხოლმე რომ არ შეიძლება კერატინის გაკეთება, არ შეიძლება სხვა პროცედურის ჩატარება. მე მაქვს 2 თვის ბიო გაკეთების შემდეგ, როგორია სისწორი, იმიტომ რომ იკეთებენ მომხმარებლები, მერე ვეღარ ეგუებიან ხველთმებს და მალევე უნდათ თავისი სწორი თმა დაიბრუნონ, ან ნელა-ნელა გადავიდნენ ისევ სისწორისკენ. ამიტომ ჩემ შემთხვევაში მე ვაკეთებ ყველაზე რთულად ითვლება ახლა ამ ეტაპისთვის შავი თმიდან გადასვლა კერატონებამდე და ასევე ბიოდახვევის შემდეგ სისწორის მიღება ერთ პროცედურაში რადონემდე სწორდება თმა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია ბიოდახვევის პროდუქტიც და ეფექტიც მინიმუმ 6 თვე აქვს ხოლმე და აქედან გადასვლა ისე რომ არ დაზიანდეს და თმა მალევე მიიღოს სისწორე ძალიან რთულია. ამ ორ პროცედურებს აუცილებლად ნებისმიერი, ვინც ჩვენს გვერდზე შევა, აუცილებლად ნახავს ამის შედეგებს 6 თვის მერე როგორია, 8 თვის მერე როგორია, 2 თვის შემდეგ, ანუ ყველაფერი დეტალურად გვაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ გითხარი, როგორ უნდა გიპოვოთ სოციალურ ქსელში? სოციალურ ქსელში უნდა მომძებნოთ ქართულად ან ლათინურად არის მნიშვნელობა მარიანას ქალთა სამყარო. მარიანას ქალთა სამყარო. Facebook-ზე, ასევე TikTok-იც გვაქვს Instagram-იც, კი ბატონო. მარიანას ქალთა სამყარო. ექიმი მარიანას დავარქმევდი მე, მაგრამ გასაგებია როგორც თქვენ. მისამართი მარიანა, აი პირდაპირ მოსვლა რომ დაგჭირდეს თქვენ შენთან და ეხლა თქვენ ისე კომპეტენტურად, ისე სიღრმისეულად საუბრობთ ყველა პროცედურაზე და საერთოდ ძალიან კარგი მოსასმენი და დასანახი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიაში აი ასე ჩახედულია და ამდენი განათლება აქვს მიღებული, აი სანდოობას ძალიან იწევს. აი პირდაპირ მოსვლა რომ დასჭირდეს მომხმარებელს. შესაძლებელია თქვენთან პირდაპირ მოსვლა? უღრმესი მადლობა. მსგავსი დამოკიდებულებისთვის და მსგავსი შექებისთვის, რაც შეეხება პირდაპირ მოსვლაზე, ანუ შესაძლებელია უბრალოდ კონსულტაციისთვის. დანარჩენი პროცედურები ხდება წინასწარ ჩაწერით, მინიმუმ 3-4 დღით ადრე ხდება ჩაწერა.
კონსულტაციაც იგეგმება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, ანუ გვეკავშირდებიან და კონსულტაციასაც გეგმავთ, რადგან დრო უნდა იყოს ამისთვის, რომ თესია თუ დაარეკავენ და მოემზადებით. უმჯობესია. თუმცა თუ ესე უბრალოდ მოხვდა ამ ტერიტორიაზე და უცბად გავლით არის და შემოიღეს ხო და გაგვიმხილე, გავლით თუ ვართ, რა არის თქვენი მისამართი? ნახალუკაში ვართ ნაძალადელზე, პირველი სამშობიაროს მოპირდაპირე მხარეს 102 და ცოტნე დადიანის 144 ნომერში. ცოტნე დადიანის 144 ნომერში. გასაგებია. თუ არის მარი თქვენთან ისეთი პროცედურები, ან ისეთი რაღაცა ტექნიკა, რომელიც ინოვაცია არის და იცი რომ შენთან კეთდება და შეიძლება სხვაგანაც კეთდება, მაგრამ შენთან აი ეს განსაკუთრებულად. აი რაღაცა ეხა მგონია თმის მოვლაში იმხელა რესურსი გაქვთ ჩადებული და იმხელა ცოდნა გაქვთ პლუს კოლორისტობაც თუ რაღაცა ამის მიქსს მგონია რომ აკეთებთ რაღაცნაირად განსაკუთრებულად. არის რამე ესეთი თუ კი ბატონო, ესია ნამდვილად მოვლა გაჯანსაღების კუთხით გვაქვს ძალიან ბევრი პროცედურა და უფრო ალბათ 80-70% კოლორისტიკის კუთხით ვართ ძალიან აი ყოველ დღე თითქმის კოლორისტიკის კუთხით ყავს მომხმარებლები და მოვლა გაჯანსაღების კუთხით გვაქვს ბიქსის პროცედურა, რომელიც კეთდება სხვაგანაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სალონებში აკეთებენ, თუმცა ალბათ ესეთი სიხშირით, როგორი მოთხოვნაც ჩემთან არის უკვე ჩვენ სალონში, არ ვიცი ნამდვილად ჯერჯერობით სხვაგან კიდე ესეთი მოთხოვნით თუ არიან, თუმცა ალბათ გამოვირჩევით ამით, რომ ბიქსის პროცედურა ძალიან ეხმარება მომხმარებელს იმ შედეგამდე მისასვლელად, რა შედეგიც გვინდა. სხვა პროცედურებიც გვაქვს, მანიკურის სპეციალისტი მყავს, მანიკურს ვაკეთებთ, პედიკური, წარბი, წამწამი, ანუ ძალიან ბევრი პროცედურა გვაქვს სალონში, კიდევ თმის გარდა კოლორისტიკის და გაჯანსაღების. მარი, როგორც საკუთარ თავს თხოვთ და ზრდით თქვენს ამ პროფესიაში, ისე თხოვთ თუ არა, აი დაუშვათ მანიკურის სპეციალისტად. არის თუ არა ესეთი სანდო და ესეთი მაღალი ხარისხის, დაუშვათ რა სიმაღლეებსაც საკუთარ თავს უწესებთ და უყენებთ. უმეტესად მხოლოდ ეს გვაქვს ხოლმე განხილვაში, რომ აუცილებლად მე დღემდე დავდივარ ტრენინგებზე, დღემდე არასდროს არ მენანება არანაირი თანხის გადახდა ნებისმიერ ტრენინგზე. სხვა ქვეყნებში იქნება, საქართველოში იქნება, ნებისმიერ ადგილას შემიძლია მივიდე და ნებისმიერი თანხა დავხარჯო იმისთვის, რომ მე მივიღო სიახლე, მე მივიღო ცოდნა კიდევ და ამას გავაგრძელებ ალბათ ძალიან ბევრი წელი რა ეტაპზეც და რა დონეზეც არ უნდა ვიყო. ანალოგიურს მოვითხოვ ყველასგან. კი. მანიკურის სპეციალისტთანაც წამწამზე ნებისმიერ პროცედურაზე, როცა ჩემთან თან მყავს სტაბილური თანამშრომლები და უკვე წლები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად რო არის იცვლება თანამშრომელი, იქ უფრო კომფორტულად მიდიხარ, იმიტომ რომ იცი რომ აი ჭხილზე ერთი დაგხვდებათ, მასზე ერთი წარბზეც ერთი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. სტაბილური მყავს უკვე დიდი ბევრი წლებია მით უმეტეს, მე მყავს დედაც ამ საქმეში დასაქმებული ჩემთან კი ბატონო, დედა ჩემთან ერთად არის და უფრო საოჯახო ბიზნესიც გამოგვდის და პლუს ძალიან ახლო მყავს კადრები, რაც შეეხება და მაქსიმუმს ვითხოვ. ძალიან დიდი მადლობა მარი, წარმომიდგენია როგორი კომფორტი არის თქვენთან, რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის მიღება, დახვედრა თქვენი მომხმარებლების, ასე ვთქვათ. მე წარმატებებს გისურვებთ, არ გაკლიათ ისედაც, მაგრამ უფრო მეტ წარმატებას, გაფართოებას. აი თქვენი მიზანი თავიდან რო თქვით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩახვიდეთ და ჩვენს ქართველებს განსაკუთრებულად თქვენი მომსახურებით მიანიჭოთ სიამოვნება და იქაურ მოქალაქეებსაც რატომაც არა შეახარბოთ ის პროცედურები, რომელიც ესე კარგად გამოგდით, წარმატებას გისურვებ და მინდა რომ ძალიან განვითარდეთ თქვენს პროფესიაში და აუცილებლად მოხვიდეთ და ჩვენ გაგვიზიაროთ თქვენი მიღწევები. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და ასეთი ჩემებისთვის კეთილი სურვილებისთვის უღრმესი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.